საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია. საქართველოს და ბელგიის არქივები თანამშრომლობის განვითარებას და დოკუმენტების ასლების გაცვლას გეგმავენ. ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა სტუმრებს საჩუქრად გადასცა 1958 წელს საქართველოში ბელგიის დედოფალ ელისაბედის ვიზიტის ამსახველი კინოკადრები. დღესვე ბელგიელი სტუმრები არქივში დაცულ ბელგიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და 1920 წელს საქართველოში მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტსა და ზოგადად ბელგია-საქართველოს ურთიერთობის ამსახველ ფოტომასალას გაეცნენ. Am დოკუმენტებს გაუწვევთ ჩვენს ბელგიელ კოლეგებს იმ მასალაში, რომელიც ასევე მე-20 საუკუნის 20-იან წლებს ეხება და არის ფოტოზე აღბეჭდილი, სწორედ მეორე ინტერნაციონალის წარმომადგენელთა ვიზიტის ამსახველი კადრები საქართველოში. ამ ფოტომასალის უდიდესი ნაწილი სწორედ ბელგიაში ინახება. ჩვენ აღმოვაჩინეთ მშვენიერი ფოტოკოლექცია. ეს კარგი დასაწყისია იმ თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ შორის აუცილებლად გაგრძელდება. გავცვლით არქივებში არსებულ ფოტომასალას და გავაგრძელებთ ახალი აღმოჩენებისთვის ძიებას, რის შედეგადაც მომავალში ერთმანეთში კიდევ უფრო მდიდარ მასალას გავცვლით.